დებატების სწავლებასა და არაფორმალური განათლების მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მშვიდობისა თინათინ, დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, არაფორმალური განათლება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის და დებატებზეც ვთქვათ ასევე, რადგანაც უარყოფითი კონტექსტით არის ხოლმე აღქმული ეს სიტყვა, რას ნიშნავს სინამდვილეში და რატომ არის საუცლებელი ადამიანის კომუნიკაციისთვის ადამიანთან. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ამ საკითხით დაინტერესებისთვის. არაფორმალური განათლება დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ სამყაროში, რადგან იმდენად სწრაფად იცვლება გარემო და იმდენად სწრაფად ჭირდებათ როგორც მოზარდებს, ასევე დასრულებს ადაპტირება ამ სწრაფად ცვალებად გარემოსთან, რომ არაფორმალური განათლება ამის ერთ-ერთ უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა და არის ყოველთვის მორგებული თანამედროვე რეალობას. ამ შემთხვევაში ჩვენი დებატების პროგრამაც ფეხთაფეხ მიყვება ამას, ამის სულის ჩამდგმერები 90-იანი წლების ბოლოდან და მუშაობდით ამ მიმართულებით, მაშინ ძალიან კარგი სიტყვა იყო დებატები და ძალიან უცხო და პოზიტიურ ასოციაციებს იწვევდა. დღეს პირიქით ეს არის აგრესიას უფრო გაგახსენებს დაპირისპირებას, რაღაც ცხარე კამაც. ჩვენ ვცდილობთ, რომ ახლა დავარღვევთ ეს აღქმა და ასეთი სტერეოტიპული მიდგომა ამ დებატების მიმართ და ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე ხაზგასმით, რომ ეს არის საგანმანათლებლო დებატების პროგრამა, რომელიც ემსახურება განათლებასა და განვითარებას. ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის და ეს არის უმნიშვნელოვანესი. თინათინ ალბათ დამეთანხმებით, რომ ასევე არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებითაც მსგავსი ემოციები უჩნდებათ ხოლმე, რატომღაც დამოკიდებულება არასწორი ამასთან დაკავშირებით, რომ გონიათ, რომ ზერელი ზედაპირული სწავლება ხდება რაღაც კონკრეტული საგნების მხოლოდ. დიახ, ხო, ეს შეფასებაც შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ იმდენად უხვად არის წარმოდგენილი განსაკუთრებულ ჩვენს რეალობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომელიც არაფორმალური განათლების კატეგორიაში გადის და მე ხშირად არის ხოლმე იმედგაცრუებაც, რომ არ არის გასაკვირი, რომ ასეთი აღქმა აქვთ ადამიანებს არაფორმალური განათლების. აი დებატებისაც კი ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ თუ დებატებს ვასწავლეთ იმისთვის, რომ მხოლოდ ვადებატოთ და ამას გავიხდით თვითმიზნად, თქვათ, აი ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ტურნირები, შეჯიბრებები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები და თუ ამაზე კონცენტრირებულს გავხდით ადამიანებს, მაშინ ესეც დაკარგავს აზრს და ეს მე პირადად არც ამას ჩავთვლიდი განათლების მიღების საშუალებად რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორია პროგრამა. და როგორი ისწავლება ის, რა ტექნიკებით, რა კურიკულუმით, რა ხანგრძლივობით, აი ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ და პროექტი დებატები უკეთესი განათლებისთვის, რომელიც უკვე გუდაოძე პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით უკვე მეხუთე ფაზას იწყებს, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ წლიდან წლამდე და ყოველწლიურად ჩვენ გავზომოთ და ასე ვთქვათ, შევამოწმოთ ის მიღწევები და შედეგები, რომლებიც არ არის მხოლოდ ცოდნის შემოწმება, არამედ განვითარების შემოწმებაც არის ფაქტიურად და მეც როგორც ფსიქოლოგს არაერთხელ მიწევს ხოლმე ამაში როგორც მკვლევარს ჩართვა და ჩემი სადოქტორო ზუსტად ამ მიმართულებით გავაკეთე, როდესაც მუშაობდი დასავლეთ ევროპასა და საქართველოში, რომ როგორ იცვლებიან ადამიანები ამ სწავლების შედეგად. ოღონდ აი სწავლება რას ნიშნავს? ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ეს არის განგრძობითი პროცესი და აი არაფორმალურ განათლებაშიც ის სწავლებებია ეფექტიანი, რომელიც არ არის მყისიერი. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვადარებთ ხოლმე ამას კუნთის გავარჯიშებას. აი, ერთი კვირა რო ივარჯიშოთ, ხო, რაღაცა მოხდება, მაგრამ ეს ის არ არის, რომ ტონუსში ვიყოთ და ეს იყოს გამოხატული იმისა, რომ ჩვენ ჯანმრთელად ცხოვრობთ, ხო? მაგრამ თუ მთელი წელი სისტემატიურად ვივარჯიშებთ, მაშინ სულ სხვა შედეგი იქნება. ასე ხდება აქაც ზუსტად. რაც შეეხება პროგრამას, ვინც ვთქვათ, ღიაკარის დღეზე ვერ მოახერხა მოსვლა, ასევე ონლაინ კონდაც ძალიან საინტერესო ღიაკარის დღე და დამსწრე საზოგადოებაც ფართო იყო ასე ვთქვათ და დაინტერესებულები იყვნენ. ასაკიც რომ ვთქვათ, რა საკიდან არის შესაძლებელი თქვენთან მოხვედრა, ასე ვთქვათ, რა საფეხურები უნდა გაიაროს, რა კრიტერიუმებს უნდა აყვაყოფილებდეს, უნდა ჰქონდეს თუ არა უკვე რაღაც გარკვეული საბაზისო ცოდნა ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის, რომელიც უჩნდება მშობელს, მოზარდს, ვინც მოდის თქვენთან, ხო? და უფრო დაწვრილებით რომ მოვყვეთ ამ ყველაფრის შესახებ მაყურებელს. დიახ, აი ამ პროექტმა მართლაც დებატები რომ უკეთესი განათლებისთვის ხელშემწყობი გამხდარიყო, მოგცა შესაძლებლობა გაგვახსნა თბილისის დებატების სკოლა და თბილისის სკოლის მოსწავლეებისათვის მიგვეცა რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა რომ დაუფლებოდნენ ამ
ტექნიკას ძალიან ხშირად ჩვენი მხარდამჭერები ზრუნავენ და ეს ლოგიკურიც არის რეგიონებზე, მაღალმთიან მხარეში მცხოვრებ მოზარდებზე, მაგრამ ამ დროს ხრჩებიან ხოლმე თბილისელები ესე ყურადღების მიღმა და ამიტომაც უკვე მესამე წელია ეს სკოლა იხსნება და ყოველჯერზე გვაქვს უფრო დიდი და დიდი მომართვიანობა. წელს იმდენად დიდი იყო მოთხოვნა, რომ წელს უკვე მე-7 კლასიდან დავიწყეთ მოსწავლეების მიღება და თბილისის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს ჯერ ამ რეგისტრაცია არ დასრულებულა, ის რამდენიმე დღეღა დარჩა რეგისტრაციის დასრულებამ და მიხარია რომ თქვენი ეთერით სარგებლობ ხარ და შემიძლია ყოველას გამოვუცხადო ახლა ამის შესახებ. ჩვენს Facebook გვერდზე შეუძლიათ შევიდნენ, ყველგან ჩანს აპლიკაციის ფორმა, იმ თავარი არის აპლიკაციის ფორმაში ავსონ, იქ უამრავი დეტალები არის ინფორმაციის სახითაც მიწოდებული. ამ აპლიკაციის შევსების შემდეგ, ასე ვთქვათ, კონკურსის პირველ ეტაპს გადიან მოზარდები, შემდეგ არის მეორე ეტაპი, ეს არის გასაუბრება და აი ამის შემდეგ კომპლექტება უკვე ჯგუფი და აი თქვენ რაც ბრძანეთ, ძალიან ხშირად დასმული კითხვები არის სწორედ ეს, რომ როგორ უნდა მოვემზადოთ ამ კონკურსისთვის, ან გასაუბრებისთვის, მშობლები განსაკუთრებით ხშირად მოგმართავენ, ხომ უნდა ვამეცადინოთ მოსწავლეები და ჩვენ ვეუბნებთ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის კონკურსი, რომელიც ზომავს, ასე ვთქვათ, ცოდნას, ამოწმებს რაღაცას. ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს მოტივაცია და ინტერესი. მოდის თუ არა ახალგაზრდა, ვინც ხედავს, რას აძლევს მას ეს ყველაფერი. სხვათა შორის გასაუბრებაზე არ ინანებენ ჩვენი თანამშრომლები დროს და იქვე უხსნიან და ამატებით კიდევ თუ აღმოაჩენენ რომ მოზარდს არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა ამ სწავლებაზე. და ის სწავლებაზე ერთი-ორი სიტყვით რო შევეხო, ანუ რას ნიშნავს სწავლება, რომ ხშირად აი ისევ არ გაუჩნდეთ ის მოლოდინი მოზარდებს, რომ მე ახლა უცბად დავდგები ორატორი, ან წავალ რომელიმე ტურნირზე, ხშირად გავუგეთ ამ ტურნირების შესახებ, ან საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ და გავიმარჯვებ იქ. და აი ამ ამბიციით არ უნდა იწყებდნენ მოზარდები მუშაობას და ძალიან ხშირად ჩვენ გვაქვს ბევრი ვიდეო რგოლი ჩვენს სოციალურ ქსელში თუ ნახავენ მოზარდები YouTube არხზეც და Facebook გვერდზეც ჩვენი ორგანიზაციის სახელით, სადაც თავად მოზარდები ამბობენ რა მოხდა მათ თავს, როდესაც ისინი დაეუფლნენ ამ ტექნიკას და ყველაზე ნაკლებად დებატებს აღნიშნავენ ხოლმე. ის რომ მათ შეძლეს კონსტრუქციული მსჯელობა, ის რომ ისინი ძალიან ადვილად პოულობენ არგუმენტებს ნებისმიერ სფეროში, შეუძლიათ მასალების ძალიან სწრაფად გადამუშავება, გააზრება, გუნდური მუშაობა დროის მართვა, ამ ყველაფრის სათანადოდ დია. თავიანთ პოზიციას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ეს ყოველივე ეს პროგრამა ეხმარება იმაში, რომ სიტყვის თავისუფლება გარკვეულ ფარგლებში, ასე ვთქვათ, ზომიერების ფარგლებში, ზრდილობის ფარგლებში, ეთიკის ფარგლებში მოაქციონ და არა უხეშ დამოკიდებულებაში, ანუ როგორც არის დღეს წარმოჩენილი დებატები, ამაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი. ანუ ეს გარკვეული ტექნიკები, ან რაზე არის გამახვილებული უფრო მეტწილად ყურადღება, აი როგორ ხდება სწავლების პროცესი თვითონ და ასევე ახსენეთ, რომ გარდა საქართველოსი, ასევე საზღვარგარეთ ხდება გაგზავნა მათი და იქ გარკვეული ცოდნის დაგროვებაც. დიახ, აი ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრით ახლა თქვენ. ერთი რომ დიახ, ჩვენ ვასწავლით თავისუფლად აზროვნებას და თავისუფლად აზრის გამოხატვას. ოღონდ აქ არის უმნიშვნელოვანესი ის უნდა ბეწვის ხიდი გაიარონ მათ, რომელიც ახლა აქვთ გასავლელი თანამედროვე მოზარდებს, იმიტომ რომ დიჯიტალურ სამყაროში ერთის მხრივ გაჩნდა პრობლემები ჩაკეტილი მოზარდების, იმიტომ რომ კომუნიკაციები აბსოლუტურად შეფერხებულია, ცოცხალი კონტაქტები გართულებულია. მეორეს მხრივ თავისუფლება მოზარდებმა აღიქვეს როგორც თავხედობა, ან რაღაც ზღვარს გადასულობა, ასე ვთქვათ. აი ჩვენ ზუსტად აი ამ ოქროს შუალედს ვაჭერინებთ, რომელიც მათ ასწავლის იმას, რომ შენ შეგიძლია შენი აზრი გამოთქვა ისე, რომ სხვის აზრსაც პატივისცე, შენ უნდა იცავდე ყველა იმ ეთიკას და იმ ეთიკურ ნორმებს, რომელიც დაწესებულია საზოგადოებაში, ამას ახერხებდე კულტურულად და თანმიმდევრულად და კონსტრუქციულად, რაც მთავარია და უპირისპირდებოდე აზრებს და არა ადამიანებს. ეს უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ არასდროს, არც ერთ მოცემულობაში. აზრთა ჭიდილი უნდა იყოს ყოველთვის. და აი ეს არის ჩვენი მთავარი ხაზი, რაზეც ვართ ხოლმე ორიენტირებული. და ამიტომაც არის რომ მოსწავლეები სხვათა შორის პირველ რიგში აღნიშნავენ ცვლილებებს და მიღწევებს აკადემიურ სფეროში
იმიტომ რომ პედაგოგები სულ ამბობენ და პედაგოგებისგანაც არახშირად მიგვიღია შეფასება, რომ ჩვენ ვცნობთ ამ მოსწავლეებს, რომელსაც თქვენ ასწავლიდით, იმიტომ რომ ყველანაირი საგანში ფიზიკა, მათემატიკა თუ ჰუმანიტარული მიმართულებები მათ ეს ყველა უნარი სჭირდებათ და იქ ადვილად ამჟღავნებენ უკვე თავს ხოლმე და ასევე ამბობენ, რომ ძალიან ეხმარებათ ნებისმიერი პროფესიის არჩევის დროს, იმიტომ რომ ეროვნული გამოცდებისთვის სამზადისისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა აბიტურიენტები რომ აღარ გვანებებენ ხოლმე ხშირად თავს, როდესაც მოდიან ჩვენთან და შემდეგ უნივერსიტეტებშიც ამბობენ, რომ აი პროფესიის არჩევის პროცესშიც კი ეს ძალიან ეხმარებათ, იმიტომ რომ ის უამრავი უნარი მასალები მოიძიონ, ინფორმაცია მოიძიონ, სწორი კომუნიკაციები სწრაფად დაამყარონ და აი ეს ყველაფერი გუჯგუფურად ხშირად იმუშაონ, ეს ყველაფერი ამაში ეხმარება. სწორი კომუნიკაციების დამყარება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ პროფესიაში გვჭირდება ეს ნამდვილად ასე უდავოდ. და არა, შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, დიახაც თქვენ ბრძანეთ, რადგანაც ჩვენი ორგანიზაცია გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სრულუფლებიანი თან და ჩვენ ყოველწლიურად ვართ ჩართული არჩევნებში თუ სხვადასხვა მიმდინარე პროცესებში. ამას გარდა აქვთ ყოველთვის ყოველწლიურად ჩვენს ბავშვებს შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სხვადასხვა ქვეყანაში დებატების საერთაშორისო შეხვედრებზე, ესე დავარქმევდი, რომელიც ხან ტურნირებია, ხან ფორუმებია და სხვადასხვა სახელწოდებით არის ხოლმე, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც მთელი მსოფლიოდან საუკეთესო მოდებატეები ჩამოდიან და აი წელს განსაკუთრებული მიღწევა ჰქონდა, როდესაც ისრაელის გუნდს მოუგეს და ესპანეთის გუნდს მოუგეს ქართველებმა ეს ნამდვილად დიდი მონაპოვარი იყო, იმიტომ რომ მოგიხსენებათ მინიმუმ ინგლისურ ენაზე ამ ყველაფრის მიღწევა ქართველი ბავშვებისთვის დღემდე ძალიან დიდ გამოწვევად რჩება და აი ჩვენ სულ მუშაობთ ამ მიმართულებით, აი ამ სასწავლო წლის დასაწყისშიც ვეუბნებით ხოლმე ხშირად, რომ აი როდესაც მოდიხართ ჩვენთან, აი უკვე მოხვდით ჩვენს ჯგუფში და აი ხართ უკვე დებატების სკოლის წევრი, გირჩევდით, რომ იფიქროთ უცხოენის ცოდნის გაუმჯობესებაზეც, იმიტომ რომ კიდევ უფრო დიდ ასპარეზს გთავაზობთ ეს, იმიტომ რომ ერთია რომ წარმოიდგინეთ რა სისწრაფით აზროვნებენ დროში შეზღუდულად, გუნდურად, თან მშობლიურ ენაზე და როდესაც ეს კიდევ უცხო ენაზე ხდება, ამ ენის დაუფლებასაც ძალიან უწყობს ეს ხელს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებისთვის წარმატებებს გისურვებთ. სხვა დაწვრილებით ინფორმაცია რა თქმა უნდა თქვენს Facebook გვერდზე შეუძლიათ რომ მოიძიონ ან დაგიკავშირდნენ. წარმატებებს უსურვებთ თქვენს მოსწავლეებსაც ასე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ცერცვაძე იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის ბოლო სტუმარი.